მოგესალმებით, სვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღესაც ალბათ თვალებიდან არ მოგდით ის კადრები და გონებიდან არ მოგდით ის საშინელება, რაც ხდება დღეს სირიაში. საქართველოში განსაკუთრებით აღიქვამენ მძიმედ იმას, როდესაც ქრისტიანებს დევნიან. და ეს ჩვენ გამოგვიცდია ჩვენ თავზე უამრავჯერ 100,000-ობით ადამიანი ეწამა ქრისტესთვის და ეს ძალიან ბევრჯერ მომხდარა ჩვენი ბედკრული ისტორიის მანძილზე 6,000 გარეჯელი შახაბაზის შემოსევას ემსხვერპლად გარეჯში 100,000 ეწამა თბილისში ჯალალედინის შემოსევის დროს და კიდევ ვინ მოთვლის, არავის ალბათ სოფლიოში იმხელა მსხვერპლი არ გაუღია ქრისტეს ერთგულების დასამტკიცებლად, რამდენიც ქართველ ხალხს და ამიტომაც არის, რომ ჩვენ მოვედით აქამდე. არც ერთი კანონზომიერებით ჩვენ არ უნდა მოვსულიყავით აქამდე. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ უფალმა დაინახა ჩვენი თავგანწირვა, უფალმა დაინახა ის, რომ ქართველი ხალხი მუდამ არის ქრისტეს გვერდით. ეხლაც როდესაც ამ საშინელ საუკუნეში ვცხოვრობთ, ყველგან მოხდა სოდომიის ლეგალიზება. ყველგან ჩატარდა ეს გეი აღლუმები, პრაიდები და ალბათ 1-2 ქვეყანა დარჩა, რომელმაც ეს არ გაიზიარა და მათ შორის არის საქართველო. საქართველოში არ მოხდა ამ სოდომიის ლეგალიზება. და ამით ალბათ ჩვენ გარკვეულწილად ვანახეთ ყველას მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი მიუხედავად დიდი დარტყმებისა, დიდი განსაცდელისა, მუდამ იქნება ქრისტეს გვერდით. და ჩვენ განვიცდით იმას, რაც ხდება დღეს სირიაში. განვიცდით იმიტომ, რომ კლავენ და აწამებენ ქრისტიანებს. და ამაზე არავინ ხმას არ იღებს, მეგობრებო. ამაზე არავინ ხმას არ იღებს, პირიქით დასცინიან საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მათ ეკომაგება. და განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დასავლეთის მიერ ახალი ქართველის გამოყვანა გამოიღო შედეგი. დღეს მაგალითად რადიო თავისუფლებამ ესეთი ინფორმაცია გაავრცელა, რომ თითქოს იქ რაღაც შეჯახებებია და ამ შეჯახებების დროს სამთავრობო ძალებსა და ამ ასადის მხრებს შორის დაიღუპა ხალხი. გესმით ხალხო თქვენ. ესე იგი ამართლებენ იმას, რომ ადამიანებს ხოცავენ. ეს ნაძირლები ესენია, მაგრამ რა გასაკვირია, ის ტერორისტი, რომელიც დღეს ჩაუდგა სათავეში სირიას, ის ადამიანი იყო, ვინც ხოცავდა უმოწყალოდ ადამიანებს ადრეც, ეხლაც და ამ ადამიანს ჩამოართვა ხელი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერბოკმა. ევროპელი დიპლომატები ქვეყნის ახალ ლიდერს აჰმედ ალ-შარას შეხვდნენ. გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველი დასავლელი დიპლომატები არიან, რომლებიც სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ დამასკოში მიიღო. ანალია ბერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანია აპირებს დაეხმაროს სირიის ხელისუფლებას ინკლუზიური მშვიდობიანი გადაცემის განხორციელებაში, სოციალური შერიგების მიღწევასა და ქვეყნის აღდგენაში. ეს ადამიანი მიიღო დასავლეთმა და ეს ადამიანი აღიქვა რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანად იქნა შერაცხული. ალ-ჯულანი ჟურნალისტებს აცნობა, რომ რამდენიმე დღეში თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ გამოაცხადებს. თურქეთის პირველმა დიპლომატმა კი განაცხადა, რომ სირიაში ქურთული შეიარაღებული დაჯგუფებები არ უნდა იყოს და ისინი დაუყოვნებლივ უნდა დაიშალოს. ფიდანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნება და ქვეყანას აღდგენისა და განვითარების საშუალება მიეცემა. თუ კი შენ რაღაცნაირად გარკვეულწილად რაღაცა წინააღმდეგობაში ხარ რუსეთთან, უნდა მოყოდე წამებითაც, არამედ მნიშვნელობა არ აქვს ქრისტიანი იქნები თუ არა. და რადიო თავისუფლება ამას აკეთებს და მე ვფიქრობ, რომ ეს გამოცემა და ეს მედია საშუალება უნდა იქნას გაძევებული საქართველოსთან. როგორ შეიძლება, რომ ქრისტიანების წამება და გინდათ ქრისტიანი არ იყოს, მუსლიმანიც იყოს, ჩვენ ყველა თითოეულ ადამიანზე შევტკივა გული, წამება გაამართლო იმით, რომ თურმე რაღაცა
რა შეტაკება ხდება რა ჩვენ არ უყურეთ ბავშვებს როგორ ხოცავენ როგორ ადამიანებს ხოცავენ უმოწყალოდ ისე რომ არავითარი წინააღმდეგობა არ არის ეს ომის კანონების დარღვევაც არის როდესაც ადამიანი ტყვედ გბარდება რატო უნდა აწამო ესე ფეხზე ძაღლებივით აყავთ ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ კადრების გაშვება ჩვენ შეგვიძლია ტელევიზორში მაგრამ დაბლოკავენ ამ გადაცემას და ამიტომ იძულებული ვარ სიტყვიერად გითხრათ თუმცა ბევრმა იცით კიდევაც სოციალური ქსელი სავსეა ამ ინფორმაციებით თუ ტელევიზიით ცოტა სხვა მიმართულებით არის კონტროლი გარდა აი ამ მედია საშუალებებისა გამოჩნდა მაგალითად ინტერნეტ სივრცეში დაცმოძრაობის მხარდამჭერი ადამიანები რომლებიც აი ესეთ სიბიძურეს აფრქვევენ სირიაში ქრისტიანებს ხოცავენო თუ კარგად დავაკვირდებით ვინ ავრცელებს ამ რუსულ დეზინფორმაციას აღმოვაჩინეთ რომ საქმე გვაქვს ან ყალბან გარეშებთან ან საქართველოში რუსული გავლენების ძალებთან რა ხდება სინამდვილეში სირიაში დავიწყოთ იმით რომ სირიის ლატაკიის ქრისტიანულმა ეკლესიამ გაავრცელა განცხადება სადაც ნათქვამია ნუ აყვებით ჭორებს ასევე ეკლესია ამბობს რომ ისინი არიან მჭიდრო კავშირში ახალ ხელისუფლებასთან და ყველაფერი ექვემდებარება სტაბილურობას. სირიის ლატაკიის პროვინციაში, სადაც მდებარეობს რუსეთის საავიაციო ბაზა, შეტაკებები მოხდა გარდამავალ ახალ სირიის მთავრობასა და ბაშარ ასადის მომხრე შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის. როიტერი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ამ შეტაკებებს ემსხვერპლა 1000 ადამიანი, აქედან 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. საუბარია ბაშარ ასადის მხარდამჭერებზე, ისლამის შიიტური მიმართულების ალავიტური სექტის მიმდევრებზე. როგორც ვიცით, ალავიტები წარმოადგენენ ქვეყნის 10%-ს. ალავიტი ბაშარ ასადის ოჯახი ქვეყანას 50 წლის განმავლობაში მართავდა. სირიის ახალმა ლიდერმა შექმნა საგამოძიებო კომისია, განეიტრალდა ბაშარ ასადის ალავიტური დაჯგუფება და ასევე მიმდინარეობს დამნაშავეების დაკავება. დატყვევებული ოფიცრების აუდიო ჩანაწერებიდან მდიდდება, რომ აჯანყების ოპერატიული საკოორდინაციო შტაბი მდებარეობდა რუსულ ბაზაზე. აჯანყება დაგეგმეს გენერლებმა გია სტალამ და იასირ სალხაბმა. სირიელები მასიურად წერენ მსგავსი შინაარსის ტექსტებს, სადაც ნათქვამია, რომ წარმოიდგინეთ 50 წლის განმავლობაში ალავიტები აწამებდნენ ჩვენს მოსახლეობას, ახდენდნენ ტერორს, აუპატიურებდნენ და კლავდნენ სირიელებს. რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს სასტიკ შურისძიებას და საპასუხო ძალადობას. სირიის ახალი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს შეაკავოს გამწარებული ხალხი. საბედნიერო სიტუაცია დასტაბილურდა, აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია. სირიის ახალი ლიდერი მიიწვიეს ბრიუსელში 17 მარტს კონფერენციაზე სირიის მომავალი. დეტალურად ბაშარ ასადის რეჟიმის დანაშაულებზე შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ვიდეო რგოლი, რომელიც ეხება სედნაიას ციხეში ჩადენილ სისასტიკეს, სადაც 300,000 ადამიანი ჩახოცეს. ესე იგი, აი გამოდის ხალხი და ამართლებენ აი ამ ქმედებებს, რასაც ჩადიან აი ეს ჯალათები სირიაში. ეხლა ეს ადამიანი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანი რო შეხედო ჯამთელი გეგონება, მაგრამ თან წმინდა გიორგი რო აქვს გამოსახული თავის სამოზე ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ რაღაცა წინააღმდეგობა თურმე წინააღმდეგობას აწყდება თურმე დღევანდელი ხელისუფლება და თურმე ადრეც იყო რაღაცა ამდაგვარი და რაღაცა, ესე იგი წინააღმდეგობა არის ის, რომ ამ ბავშვებს ხოცავენ, ახალგაზრდებს ხოცავენ. ესე იგი, აი ესეთი უსისხლო უჯიშო ქართველი გამოიყვანა, როგორც აი ესეთი ახალგაზრდა არის. ეს საერთოდ რა უნდა გაიზარდოს ეს ადამიანი. აი ახლა ამ ადამიანს ხელი კი არ უნდა ჩამოართვა, საერთოდ აი ესეთ ადამიანებს განაჩენი უნდა გამოუტანოს ქვეყანამ, იმიტომ რომ საერთოდ უნდა იყვნენ გარიყულები საზოგადოებრივ. აი ეს ახლა მანიაკზე და ჯალადზე რამით ნაკლები არის მაინტერესებს. კაცი რომ ადამიანების ხოცვა ჟლეტვას გაამართლებს, იმიტომ რომ რაღაცა თითქოს წინააღმდეგობა ხდება იმ სამთავრობო ძალებსა და იმას შორის და რაღაცა პრორუსული ნარატივი ყოფილა ეს გესმით? და თურმე სიყალბე ყოფილა ის, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რა სიყალბეა მედიაში უამრავ ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში, როგორ ხოცავენ ადამიანებს. და თურმე ეს ყოფილა გესმით რაღაცა ფეიქ ნიუსები. აი მეცოდება ის შობელი, ვინც ესეთი გველის წიწილი გაზარდა და მეცოდება ის ადამიანი ამას საერთოდ ვინმე თუ უსმენს საერთოდ და ესეთი ადამიანები შექმნა ნაცმოძრაობა. აი ამიტომაც არის საშიში ეს ძალა და უნდა ამოიძირკოს ძირფესვიანად ეს მოძრაობა. აი ესეთი ახალგაზრდები შვეს ამათმა. ეს ადამიანი, ეს ამიბიოზი მინახია მე სადღაც რაღაცა გამოსული სხვადასხვა არხებზე სხვათა შორის და ეხლა აი ამას რო ჭკუას დაეკითხები კაც, რომელიც აი ამ ჯალათობას ამართლებს. აი ხედავთ ხო რა დონეზე მივიდა ჩვენი ქვეყანა ქრისტიანების წამებას ამართლებს ადამიანები. გესმით თქვენ რა ხდება? გესმით რა ტიპის ჯიშის ადამიანი გამოიყვანა? აი ეს არის მიშას ბუჩქების თაობა რა. აი ეს მიშას უსქესო თაობა, რომელიც ეუნებოდა ახალგაზრდებს წადით და იმაში ქენითო, სექსი დაკავდითო რა. მე მართლა მინდა რომ
თქვენ ერთმანეთ გაიცნოთ, გაუმეგობრდეთ, შეგიყვარდეთ ერთმანეთი, სხვა შორის ტყეები და ბუჩქები საკმარისათაა, რომ გაისეენ გამოისეინოთ. თქვენ აიგულისხმეთ ეს. ეს არის მიშას ბუჩქების თაობის წარმომადგენელი არის ეს. ჯერ საერთოდ კაცი არის, ეხლა ეს არარაობა, ესა მართლა როგორ ლაპარაკობს იმას, რომ თურმე ეს ყოფილა fake news-ები ხალხო. გაიგეთ თქვენ რა ხდება? და ესეთი ასეთ ინფორმაციებს ავრცელებენ, აი რადიო თავისუფლება და ესე იგი თურმე დასავლეთის ორგანიზაციები და სად არის მაინტერესებს დასავლეთი აი ესე უმოწყალოდ ხალხს რო ხოცავენ. ეს არის თანამედროვე დასავლეთი. თანამედროვე დასავლეთი არის კაცი ჭამიების, მკვლელების და ყოველგვარი ბოროტების სათავე. და დღეს, როდესაც ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ჩვენი გზა დასავლეთი, რომელი გზა თქვენი დასავლეთისკენ, ხოცვისა და ჟლეტვისკენ არის ჩვენი გზა? და სხვათა შორის, აი, მე ისიც ამსიამოვნებდა, რომ აი ამ სამთავრობო აქციებზე, როდესაც იმართებოდა კონცერტები, ლაპარაკობენ, ჩვენ ევროპაში მივიდივართ. რომელ ევროპაში მიდიხართ? აი ამას რომ ჩვენს არიან დაგეშილები. იმიტომ არიან დაგეშილები, რომ აქაც იგივე გააკეთონ. ჩვენს არიან დაგეშილები. იმიტომ არიან დაგეშილები, რომ აქაც იგივე გააკეთონ. აქაც იდევნებოდეს ქრისტიანები. თქვენ რა გონიათ ამას ჩვენს მიმართ არ გააკეთებენ? ჯერ ხელისუფლებაში არ მოსუვალ და როგორ იგინებიან, ილანძღებიან. აი ასეთი ტიპის ადამიანები გამოიყვანა დასავლეთმა და აი ესეთი ტიპის ადამიანებს აფინანსებს დღეს დასავლეთი საქართველოში. და მე ამის შემდგომ, როდესაც აი ამ გარემოების შემდგომ, რომ საქართველოში კიდე ვინმე ევროკავშირის დროშას აფრიალებს და კიდე იმას იტყვის, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივდივართო, აი ეს ადამიანი არის ავანტყოფი და ქვეყნის მოღალატე. აგერ ქვეყანაში ასეთი რაღაცეები ხდება და კაციშვილი ხმას არ იღებს და ჩვენთან ლაპარაკობენ, რომ თურმე ადამიანის უფლებები ილახება. და ყოველთვის ასე არ იყო დასავლეთი, ყოველთვის ასე არ იქცეოდა. 92 წელს, როდესაც საქართველოში სისხლით იქნა მორწყული ყველაფერი და დაამხეს საქართველოში კანონიერი ხელისუფლება, ჯეიმს ბეიკერი ჩამოვიდა რესპუბლიკის მოედანზე შევარდნაძესთან ერთად რაღაცა ტაკი მასხარაობას ესწრებოდა და გვერდზე ხალხს არბევდნენ უმოწყალოდ და აი ამას არაფრით გარკვეულწილად ამაზე არაფერს არ არიგირებდა. 1921 წელს საქართველოში, როდესაც მოხდა გასაბჭოება, ვინმე ამოიღო ხმა, 56 წლის 9 მარტზე ვინმე ამოიღო ხმა, 2008 წელზე ვინმე ამოიღო ხმა შეშფოთება აღშფოთების გარდა. შეშფოთება აღშფოთებაც აღარ არის, აი ეხლა სირიაში რაც ხდება, შეშფოთება აღშფოთებაც აღარ გვესმის. იმიტომ რომ იქ უნდათ რომ დაამყარონ ის რეჟიმი, რომელიც დასავლეთს აწყობს. და აქაც თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში როგორ მწვანე შუქს აუნთებდნენ ესენი ნაციონალებს, რომ აქ თავიანთი გარკვეული ძალაუფლება გაემყარებინათ. აი ამ დახოცვაზე, ადამიანების ჟლეტვაზე, ყველაფერზე იქნებოდა მწვანე შუქი ანთებული. და ასეც იყო გახსოვთ ალბათ 9 წლიანი რეჟიმი, როდესაც იყო საქართველოში ადამიანებს ხოცავდნენ, კლავდნენ, ციხეებში აუპატიურებდნენ, რა გვესმოდა ჩვენ აქ, რომ დასავლეთის ლიდერები დემოკრატიის შუკურას უწოდებდნენ სააკაშვილს. აი ეს არის დასავლეთის ორმაგი სტანდარტი. და დღეს აი ესეთი ნაძირლები აღზარდა სააკაშვილის ურდომ საქართველოში, რომ ქრისტიანების დევნაზე რეაგირებას კი არ ახდენდნენ, პირიქით ამართლებენ ამ ყველაფერს, რომ თურმე ეს რაღაცა რუსეთის ძალის წინააღმდეგ ხდება და რაღაც პრორუსულობის წინააღმდეგ ხდება. ჯერ ერთიც ვინმე თუ პრორუსია, ესე უნდა გაუსწორდე, ან ვინმე თუ რაღაცა სიტყვაზე ამა თუ იმ რეჟიმის წინააღმდეგი არის, მაინტერესებს, ესე უნდა გაუსწორდე და გაუგებარი. ეხლა თქვენ რო გაგისწორდეთ ეგრე, რასაც თქვენ აკეთებდით იმ 9 წლის მანძილზე. დღეს რო ლაპარაკობ დევნამიდის, რა დევნაზეა საერთოდ საუბარი, ციხეში გადშედიან და გამოდიან თითქოს სანატორიუმში იყვნენ. პოლიციელებს აგინებენ
და თურმე ამაზე რეაგირება არ უნდა გქონდეს და თურმე აი მზია ამაღლობელი რომელმაც ესე იგი სილა გააწნა პოლიციას თურმე ეს გმირია აი ეს რაც გააკეთა ეხლა ამ ქალმა ეს თურმე გმირობაა და გვეუბნება დასავლეთი რომ გამოუშვითო აი ეს მზია ამაღლობელი რომელიც კაციშვილმა არ იცოდა აქამდე ვინ იყო თავი დაგვამახსოვრა მხოლოდ იმითი რომ აი ესე მოიქცა პოლიციელის მიმართ აი ეს ერთ ადგილას აფეთქებული ბროწეული აფსნაძე რომელიც ასევე ჟურნალისტი არის ნახეთ აგერ როგორ მიმართავს პოლიციას რატომ არ მისვამეთქი და შენ პირბადე რატო არ აკავს პირბადე რატო არ გიკეთე შეყლეო პირბადე რატო არ გიკეთე და თურმე ესეც პოლიტპატიმარი იქნებოდა რომ დაეჭირათ, მაგრამ ეს გამოძვრა და ადმინისტრაციული წესით იქნა დაპატიმრებული. და ეს რა არ იმსახურებდა რომ სისხლის სამართლებრივი წესით გასამართლებულიყო. წარმოგიდგენიათ სააკაშვილის დროს რომ ესე ვინმეს ემოქმედა პოლიციელების მიმართ? და ეს ვიღაცა იმ დღეს მივარდა, ტევ პირველმა სიუჟეტი გაუშვა, მივარდა ახალგაზრდა გოგო პოლიციელებთან აგინებდა, ლანძღავდა და იქ გავიდა ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ახალგაზრდას. აი ხა ნახეთ თქვენ ეს კადრი და აქ ვინმის მიაყენა შეურაცხყოფა, ხო ჩანს ყველაფერი. კიდე ბიჭო. ესეთი რამეები რო გაებედა თქვენ წარმოგიდგენიათ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში რა დღეში ჩააგდებდნენ იმ ადამიანებს ვინც ესე იქცევა დღეს და აი ამაზე გველაპარაკება ჩვენ დღევანდელი აი ეს დასავლეთი რომ თურმე აი ეს ყოფილა ბრძოლა ტირანიის წინააღმდეგ აი ხა შეხედეთ აი ამ ადამიანებს აი ესე ნორმალურები არიან ნახე როგორ იქცევიან და ეხლა ათასნაირად აშარჟებენ რაღაცა თავიანთ სიტყვებს აი ესენი ხა ნორმალურები არიან შეხედეთ ერთი ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია არიგრევა სამართალი არიგრევა სამართალი არიგრევა ოფიტო სამართა ოფიტო სამართა ოფიტო სამართა ოფიტო სამართა არიგრევა სამართალი არიგრევა ფიდობა არიგრევა სამართალი არიგრევა ფიდობა ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია არიგრევა სამართალი არიგრევა ფიდობა არიგრევა სამართალი არიგრევა ფიდობა ოფიტო სამართა ოფიტო
იტყოს სამართალს არ იქნება სამართალი არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა ცეცხლი ოლიგარქიას და გამოდის მერე ამათი სულიერი ლიდერი სააკაშვილი, რომელიც წესით უნდა აქამდე 100-ჯერ მომკვდარიყო, იმიტომ რომ 100-მდე დაავადება დაუდგინა იმ მედიკოსებმა, რომლებიც იქ იყვნენ და ექსპერტულ დასკვნებს დებდნენ, სააკაშვილი კვდება და იმის მერე 1 წელი გავიდა. არავის სიკვდილი არ გვიხარია, მაგრამ მათი დასკვნებით სააკაშვილი აქამდე უნდა მომკვდარიყო 9-ჯერ. მაგრამ მოკვდა კი არა, ეს კაცი ფერხორდზე მოვიდა და აგერ ეხა გამოდის და ზეთუნახავი ვარო. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ წინაშე ახლა წარმოდექი, ნამდვილი ზეთუნახავი, მე რომ ზეთუნახავი. აი ეს შემდგომ ჩართვაში სასამართლოში თავისი ბუჩქების თაობის წარმომადგენლების მსგავსად შეიძლება მერე მოკლე იუბკითა და კალგოტკებით, აჟურნი კალგოტკებით წარგვიდგეს სასამართლო პროცესზე, იმიტომ რომ ეს კაცი ნორმალური არც მაშინ ყოფილა და არც ეხლა არის. ეს წესი ბიუამეთში კი არ იმსახურებს ყოფნას, ეს არის მაშინ ფსიქიატრიულში გადასაყვანი. და ფსიქიატრიულში არის გადასაყვანი სხვები კიდე, ის პოლიტიკოსები, რომლებიც თავს ნაპოლეონად აცხადებენ. არის თემები, რაშიც მე ნაპოლეონი ვარ. უსაფრთხოების საკითხი, სამეზობლო პოლიტიკა, ჩრდილოეთ კავკასია, ისლამთან ურთიერთობა, რელიგიური ურთიერთობები. ამაში მან ნაპოლეონი ვარ. ეხლა გუბას სანიკიძე ჯერ ციხეში არ მოხვედრილა და ეხლა წარმოგიდგენიათ ეგრო საპატიმროში მოხვდება. ეგ იტყვის ნაპოლეონი კი არა ვარ, ეგ იტყვის ალბათ შეიძლება აღამათ ხმახმანი და თემურლენგი ვარ. ეხლა შეხედეთ, ეხლა ეს ნორმალური არის. დღეს თანამედროვე დასავლეთი არის რაღაცა ფაშისტური, ანტიადამიანური რაღაც იდეოლოგიის მატარებელი. გამოდიან ქუჩებში სვასტიკებით ახალგაზრდა გოგონები, გატიტულებულები და აი ესეთ წარმოდგენას გვთავაზობენ. მე არ გამიკვირდება, რომ აი ხა რუსთაველზეც 120 პროტესტის დღეს აი ესე გამოიაროს ბაბუცა პატარაიან და გამოიაროს მაგალითად თეადეიშვილმა, რომელიც ფიგურაზე მოვიდა და აი ამ ნაც ჟურნალისტებმა, ვეტერანმა ბოზებმა ნაცმოძრაობის. ეხლა მათი ნახვა აი ასეთ ფორმებში არც თუ ისე კარგი სანახავი იქნება, იმიტომ რომ გარეგნობა მაგათ ხელს არ უწყობს და ეხლა დედიშობილა ვეტერანი ნაცბოზების ნახვა არ არის სასიამოვნო ნამდვილად. ყველაფერ ამ სიგიჟეს, რასაც ჩვენ უყურებთ, აქვს თავისი ახსნაც. პირველ რიგში ის იდეოლოგია, რომელსაც ატარებს დასავლეთი. და მეორე ის რომ ყველაფერი უკეთურობა დაიგნერგა საქართველოში. დღეს ბევრი დანაშაულს ჩადის იმიტომ რომ რაღაცა ფსიქოტროპიული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ არის, აზარტული თამაშების ზეგავლენის ქვეშ არის. აი ხლა ამ რამდენიმე დღის წინ გორში 80 წლის ადამიანი მოკლა შვილიშვილმა, წემითა. თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს უკვე ჩვეულებად იქცა რომ დედა მამას კლავს, მამა შვილს კლავს, შვილიშვილი ბაბუას კლავს. ეხლა მე არ ვიცი ეს ნორმალურ სამჭკუაზე როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი ბაბუა მოკლა თან წამებით, ხო? მაგრამ ეს ხდება ხშირ შემთხვევებში ნარკოტიკული, ფსიქოტროპიული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ და მე მივესალმები რომ აი დაიწყო უკვე ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო საქართველოს პარლამენტმა დაიწყო განხილვა რომ ნარკოტიკული ნივთიერებებთან დაკავშირებით ბრძოლა იქნას გააქტიურებული. ქართული ოცნება ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ იარაღად კანონის გამკაცრებას ირჩევს. ანტინარკოტიკული რეფორმა დაწყებულია 8 კანონში შესატანი ცვლილებები მზად არის. მცირე ოდენობით ნარკოტიკების გასაღებისთვის სასჯელი დიდი ოდენობის გასაღებას უტოლდება 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. პროექტით სისხლის სამართლის კოდექსს რამდენიმე მუხლი ემატება. გაცრდება ფსიქოტროპული ნივთიერებების, მისი ანალოგის მცენარე კანაფის ან მარიხუანის დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გაყიდვა. სანქციებს ემატება ნარკორეალიზატორისთვის ან გავრცელებაში დამხმარისთვის ქონების ჩამორთმევა. თუ ადამიანი, რომელიც გაასაღებს, ანუ მატერიალურ სარგებელს თანხას მიიღებს იმაში, რომ ნარკოტიკი გაყიდოს, ამისთვის იქნება პასუხისმგებლობა უმკაცრესი ნებისმიერ ნარკოტიკთან დაკავშირებით. ვინც კი გაბედავს, რომ ნებისმიერი ფორმით რეალიზაციას ხელი შეუწყოს, გაყიდვას ხელი შეუწყოს, ან ხელი დააფაროს, ამ ადამიანების მიმართ იქნება კანონმდებელიც, მათ შორის პოლიციელიც, პროკურორიც და
მთლიანად სახელმწიფო უმკაცრესი და ფიგურულად რომ ვთქვათ, პირდაპირ ძირში დაეჭრება ის ხელები, რომელთაც ცდილობენ რომ ჩვენს ქვეყანაში ნარკორეალიზაციას ხელი შეუწყო. ცვლილებები შედის ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებითაც ნარკოლოგიური შემოწმებისთვის იძულებით გადაყვანის წესი უქმდება. კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, კანონი მოქალაქეს არჩევანის საშუალებას მისცემს. თუ ნარკოტესტის ჩაბარება არ სურს, მართვის მოწმობა 3 წლის ვადით ჩამოერთმევა. მომხმარებელს 3 წლის განმავლობაში აეგრძალება მართვის მოწმობა, ნებისმიერ მართვის მოწმობაზე არის საუბარი, ხოლო 5 წლის განმავლობაში აეგრძალება პედაგოგიური საქმიანობა, საჯარო სამსახურში თანამდებობის იქნება თუ საქმიანობის უფლება. კონკრეტული მოქალაქე არც პოლიციელს არ გაყვება შესამოწმებლად და არც თვითონ არ წარადგენს შესაბამის დასკვნას, ეს ყველაფერი ჩაითვლება როგორც თავის არიდება შემოწმებაზე და ზუსტად იგივე სახდელები და სანქცია ექნება, როგორც ექნება მოხმარებელს. მართველი გუნდი არ მალავს, რომ ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ არ გაამართლა, გარედან თავს მოხვეულმა მიდგომამ კი ახალი გამოწვევები გააჩინა. ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ, რომელიც გარედან იყო თავსმოხვეული, ეფექტურად არის მოქმედა და პირიქით ამ მხრივ ეს პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდა. რაც შეეხება რაოდენობებს, ის დეფინიციები, რაც დღეს არის ჩვენს კანონმდებლობაში, არ შეესაბამება იმ რეალობას, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შესაბამისად, სრულ კონტექსტში იქნება ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი ის, რაც რეალურ ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ და ეფექტურ ბერკეტებსა და მექანიზმებს შექმნის. სახელისუფლებო გუნდში ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ერთ-ერთ მოტივად საზოგადოების დაკვეთას და წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას ასახელებენ. ამბობენ, რომ კანონის გამკაცრებით სახელმწიფო უფრო ეფექტიანად დაძლევს არსებულ პრობლემებს. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ურთიერთობა ხალხთან, საზოგადოებასთან და ერთ-ერთი მთავარი მტკივნეული თემა განსაკუთრებით დედების მხრიდან, მშობლების მხრიდან არის წამოწეული სწორედაც ნარკოტიკებთან ბრძოლის აუცილებლობა, ნარკოტიკებთან ბრძოლის გამკაცრება. ნარკოლეგალიზატორი ჩვენთვის გათანაბრებულია მკვლელთან, იმიტომ რომ მასობრივ მკვლელობასთან, იმიტომ რომ ის არის ნელი მოქმედების ბომბი ჩვენი ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების წინააღმდეგ. ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის საკომიტეტო განხილვები რამდენიმე დღეში დაიწყება. ჩვენ დავინახეთ, რომ ლიბერალიზაციამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, აი რა შედეგი მიგვიყვანა, რომ ყველგან ყველა კუთხეში პლანს ეწევიან, ქორწილში წახვალ პლანს ეწევიან, დაბადების დღეზე პლანს ეწევიან, ქუჩაში გახვალ და პლანის სურით ყარს ყველაფერი და პლანი ეს ყველაზე მსუბუქია, ნარკოტიკებს იკეთებენ და ეს უნდა შეჩერდეს. ჩვენ ამას თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ეს იყო მიუღებელი. ჩვენ გვახსოვთ ამ ბასიანის და გალერის პროტესტები, როდესაც ხალხი გამოდიოდა ახალგაზრდობა და მოგვეცით, გვაკაიფეთ და ეს იყო არასწორი. არასწორი ნაბიჯი იყო, არ უნდა მოგვთარიყო და კარგია, რომ ეს ეხლა გამოსწორდათ და ბევრი რამე არის გამოსასწორებელი. მივესალმები ამ ყველაფერს. და აი ამაზე გამოვიდა, ესე იგი, ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერი და იცით რა თქვა, მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზრიშვილმა გამოვიდა, თქვა და ესო ხელისუფლებამ იმიტომ წამოიწყო აი ამ საკანონმდებლო ცვლილებებიო, აი ამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რომ ესო უნდა გამოიყენოსო ოპოზიციასთან საბრძოლველად. ჯერ ერთი თუ ოპოზიციაში აი ამ ტიპის დანაშაულს ჩაიდნენ და ნარკოტიკულ დანაშაულებში იქნებიან ჩართული, რა თქმა უნდა დაიჯებიან, მაგრამ აქ არავინ არ გამოირჩევა. თუ ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება, ისიც დაიჯება და კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს. მე ვფიქრობ, რომ უნდა გაჩაღდეს ბრძოლა და სხვათა შორის უკვე ეკლესია ჩაერთო. ვსალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას, ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისათვის და ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც არაერთი პროექტი განახორციელა. მაგალითად, წინა წელს საზაფხულო ბანაკებში მოხდა სტუდენტებთან შეხვედრა. ჩვენთან ერთად იყვნენ ასევე ფსიქოლოგები და ნარკოლოგები და ეს შეხვედრები ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას. მხოლოდ კანონის გამკაცრებით არ უნდა შემოიფარგლოს ყოველივე, არამედ მნიშვნელოვანი არის დახმარება იმ ადამიანებისა, რომლებიც არიან ნარკოდამოკიდებულები და ასევე ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი იყვნენ დაცული ამ განსასწრელისაგან. მე ვფიქრობ, რომ ეს თემა კარგად არის შესასწავლი. ჩვენი გამოცდილებიდანაც და უცხოური სპეციალისტების გამოცდილების მხრივ. ის რომ რეალიზატორები კაცრად დაიჯებიან,
ეს ნამდვილად მისასალმებელია. მაგრამ აი ამ რეალიზატორებსა და ნარკოტიკზე დამოკიდებულ ხალხს შორის როგორ იქნება ზღვარი გავლებული, ეს რთული საქმეა. ამ პოლიტიკას უნდა მოყვეს ამ ნარკოლოგიულების რაოდენობის გაზრდა. დამზადეს რგოლები, გამოიცეს სახელმძღვანელოები, შევიდნენ სკოლებში, ღამის კლუბები სავსეა ხო ნარკოტიკები და ახალგაზრდები, რომელთაც უნდათ რაღაც ახალი შეიგრძნონ, ახალი შეგრძნებები გაიგონ, რომლებიც ძალიან მოწყვლადი არიან ამ მხრივ, ყველაფერს სინჯავენ. ამას უნდა რაღაც კომპლექსური მიდგომა და რაღაც ჩამოყალიბება სახელმწიფოს მხრიდან ნარკოპოლიტიკისა დაგეგმვა და ხელმძღვანელობა ამ საქმისა. საინფორმაციო პროპაგანდაც უნდა იყოს ამ მიმართულებით, რომ ადამიანებმა აღარ მიეკარონ ნარკოტიკებს, ეს არის მისასალმებელი, ამას ჩვენ უკვე წლების წინ ვამბობდით და ეს უნდა გაკეთდეს ნამდვილად. ამ ყველაფერში უნდა ჩაერთვეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სასულიერო პირები. და მათ უნდა დაიწყონ ამის შესახებ აქტიურად საუბარი, მუშაობა და მე აი იცით რა არის გულნაწყვეტილი რატო ვარ, იცი მარტო ეს არ არის პრობლემა ჩვენში, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით განათლების სისტემაში გვაქვს პრობლემები. არ ვიცი ახლა ამ განათლების სისტემაზე როდის მივა ხელისუფლება, ესე კუსნაბიჯებითაც სიარული არ კმარა, იმიტომ რომ ცოტა აქტიურად არის საჭირო მუშაობა და მე ვფიქრობ, რომ განათლების სისტემაში არის ბევრი რეფორმა განსახორციელებელი, იმიტომ რომ იქ ხდება ადამიანების მოკუდინება, ახალგაზრდობის მოკუდინება. უნდა გამოვიდეთ ამ ბოლონიური სისტემიდან, გამოცდები უნდა ჩატარდეს და ყველა არ უნდა ამთავრებდეს სკოლა, ყველა არ უნდა ამთავრებდეს უნივერსიტეტი. ვინც სწავლობს, ის უნდა ამთავრებდეს. არ შეიძლება ვინც კი მიდის სკოლაში და არაფერს არ აკეთებს, იმანაც დიპლომი აიღოს და იმანაც აიღოს დიპლომი, ვინც სწავლობს. არ შეიძლება უნივერსიტეტში ვინც არაფერს არ აკეთებს, იმასაც დიპლომი მივცეთ და ვინც აკეთებს, იმასაც დიპლომი. არ შეიძლება ესეთი რაღაცა. და ამაში ყველა უნდა ვიყოს ჩართული. და უნდა ვიყოს ჩართული ეკლესია ჩვენი, იმიტომ რომ აი იცით რა არის, რაღაცა ბევრი, აი ყოველთვის პატრიარქი სანამ იყო ჯანზე, მთელი ერი ელოდებოდა პატრიარქის საკვირაო ქადაგებას. მთელი ყველა ტელევიზიები სამებაში იყო, აი გულისში ჩამწრომი იყო პატრიარქის თითეული სიტყვა. ყველა ველოდებოდით პატრიარქის სიტყვას და დღეს სამწუხაროდ, როდესაც პატრიარქი შეუძლოთ არის ну ვეღარ ახერხებს ამას და მე არ ვიცი მიუმართავ მეუფეშიოს რომ რა თქმა უნდა ისიც ქადაგებს საკვირას, როდესაც სამებაში ატარებს წირვას, მაგრამ იცით რა ეს ქადაგებები უნდა შეესაბამებოდეს დღევანდელ რეალობას, რა პრობლემებიც არის და უნდა იყოს იმ პრობლემებზე აქცენტირება გაკეთებული. მე არავის ჭკუას არ ვასწავლი, აქ ჩვენთან როგორ არის მიღებული თუ რაღაცას იტყვი, რაღაცას ცოტა ისეც რაც შეიძლება შენი გულიდან ამოდიოდეს, ეკლესიის ტრათ მოგნაცხავენ. და ჩვენთან არის საჭირო რომ უფრო მეტი ამაზე იყოს აქცენტების გაკეთება. ტელევიზიითაც უნდა გამოვიდეს მამაოები, კაცო ვერ გავიგე, ეკლესიაში შეიძლება შეიკრიბოს 200-300 კაცი. ეკლესიის ამბიონი სხვა მადლის მატარებელია, მაგრამ ამაზე დიდი ადგილი რა არის ტელევიზიას მილიონობით კაცი უყურებს, ადამიანი უყურებს. აი ახლა ჩვენ რასაც ქრისტე აკეთებდა, რასაც ქრისტე საუბრობდა, იმას უნდა მიუბაძოთ. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა აი ამ ეპოქაში რომ მოსულიყო უფალი, ყველა საშუალებას გამოიყენებდა იმისათვის რომ ადამიანების სულები გადაერჩინა. სად რომ 200 კაცი მოისმეს იმას და სად რომ მილიონობით ადამიანი მოისმეს. ყველგან უნდა ვილაპარაკოთ, უფალი მიდიოდა მეძავეებთანაც, მიდიოდა დამნაშავეებთან და იმათ ელაპარაკებოდა. ყველას ელაპარაკებოდა. დღეს ჩვენ იმათ უნდა ველაპარაკოთ, ვინც გამოსასწორებელია, თორე ვინც გამოსწორებული და ღვთისძე დგას, იმათაც ჭირდება, რა თქმა უნდა, ქადაგება, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ ერი გვაქვს შემოსატრიალებელი. პატრიარქი სვათაშორის სანამ იყო ჯანმრთელად სულ იმას ლაპარაკობდა, რომ აი ეს ინფორმაციული საშუალებები და ინტერნეტ ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთო. პეტრე კოლხის უსმენდეთ და ჭიღლაძეს მარტო, აქითა ფლანგზე ვინც კი მართლა ჭეშმარიტი ეკლესია, რატო არ უნდა გამოდიოდნენ, რატო არ უნდა ელაპარაკობდნენ საზოგადოებას. ეხლა ვიღაცა იტყვის თუ უნდათ ეკლესიაში მივიდნენ, არ მიდიან იმ ეკლესიაში და ხო უნდა მოვატრიალოთ ხალხი. ჩვენ მრევლი მე ხა ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში ვარ, მაგრამ ვინც არ მიდის, ჩვენ ხო იმათი გამოსწორებისთვისაც უნდა ვიზრუნოთ, იმათი ეკლესიაში დაბრუნებისთვისაც უნდა ვიზრუნოთ. დავით გარეჯისთვის ვიბრძოდი და მეუნებოდნენ გაჩერდიო და ისე გამოვიდა მე რომ ბრძოლა რო გამეგზელებინა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გამოვიდოდა, იმიტომ რომ მეტყოდნენ რომ აი და მითხრეს კიდევაც ეხლა როგორ ეკლესია გეუნება და ეკლესიის წინააღმდეგ მიდიხარ და აგერ გავიდა 5 წელი.
ვიღაცები რო იძახთით თქვენ ჩვენ არ შევეგუებით იმას, ჩვენ არ შევეგუებით ამას. შეგუებული არა ვართ ამ ყველაფერს არ ხდება? და მოდით ელაპარაკეთ ახალგაზრდობად, ელაპარაკეთ იმ ადამიანებს, რომლებიც შეცდენილები არიან. პატრიარქი ყოველთვის იყენებდა მედიას, გამოდიოდა ტელევიზიით, მიდიოდა ლაპარაკ. ჩვენ პატრიარქს უნდა მიუბაძოთ. პატრიარქი ყველა ყონეს ხმარობდა, რომ თავისი სიტყვა ეთქვა იქ. მიტინგებზეც კი მიდიოდა, გვახსოვთ 9 აპრილს მივიდა, რომ იქნება განსაცდელი იქნება ზარიდებულიო. ჩვენში რო პრობლემები არის ძალიან ბევრი, ამის დასტური ასევე ისიც, რომ ღვიძლი შური არის გამეფებული მთელს საზოგადოებაში. და აი ეს იგრძნობა ამ მედიებში, სოციალურ ქსელებში. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ ეს TikTok-ი მაგალითად არის რაღაცა გასართობის საშუალება. არ არის მეგობრებო, ყველა პლატფორმას აქვს თავისი დანიშნულება. 1000-ჯერ მithქვია და ეხაც ვიმეორებ, ეხლა უკვე მომბეზდა ამის ძახილი, რომ ინფორმაცია, საინფორმაციო პროპაგანდით იქნა, რომ ეს ახალგაზრდობა გადაიყვანეს ჭკუიდან. თქვენ რა გონიათ, აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც დაბორიალობენ რუსთაველზე, თქვენ გონიათ, აი ამ მედია საშუალებების ზეგავლენის ქვეშ არ არიან? ყველა არხი რომ მათი არის, ყველა ტელევიზია მათი რო არის. აი სწორედ მაგითო გადაიყვანეს ჭკუიდან. და ესე იგი, ახლა მე ყველა პლატფორმას ვაკვირდები, და ამას იმიტომ ვიყენებ, რომ ინფორმაციების მისაზრდად, ეხლა TikTok-ზეც არის ტრენდი, რა ინფორმაციებსაც ნახულობ, ის გივარდება. და ესე იგი, მაგრამ ზოგჯერ ვარდება სხვა ინფორმაციებით. ესე იგი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არის საქართველოში ცხოვრობენ გურიაში, 5 შვილი ყავთ. და აი ესე იგი, ეს 5, ეხა გურიაში ყველაზე ალბათ წყალწაღებული რეგიონი საქართველოში თუ არის რომელიმე არის გურია. კი, ბევრი რამე გაკეთდა ინფრასტრუქტურის კუთხით რაღაცა, მაგრამ უმუშევრობა არის კატასტროფულ დონეზე, სოციალურად დაუცველები ძალიან ბევრნი არიან და მე კარგად ვიცი რა ხდება გურიაში, იმიტომ რომ იქიდან ვარ. ესე იგი, თხილი დათესა ხალხმა ფაროსანამ გაანადგურა. ციტრუს ფასი არა აქვს. და აი, რო იძახიან, რომ აი, ხელი გაანძრიე გეშურება. არ არის მეგობრებო ეგრე. რომ მოიყვან რაღაცას კიდე ჩამოიტან აქ ბაზარზე, კონკურენციას ვერ უწევს იმ თურქულ და იმ უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე. და ფაქტობრივად არის წამგებიანი სოფლის მეურნეობა დღეს, იმიტომ რომ ხარდაჭერილი არ არის. იმიტომ რომ თუ კი ახლა ჰექტრობით მიწები არ აქვს, ხო? რაღაცა შენი პატარა ეზოთი 5 სულიან ოჯახს ვერ გადაარჩენ და ვერ გამოყვება. და ეს ადამიანი ახლა აი ამ 5 სულიანი ოჯახის დედმამამ რაღაცა ამ TikTok-ზე დაიწყო კამპანია, რომ აი იქნება დაგვეხმაროთ, სახლს გავაკეთებთ, კარს გავაკეთებთ, რაღაცა საყოლს ვიყოლიებთ, რაღაცა და საქართველო ფერზე დგება, მომავალი გვეზდება. პერო ჩვენი გეშინოდეს, ხარი მხართან ერთდება. მუდამ გახსოვდეს ვისი ჯიშის ხარ, ახლა სადა ხარ რა გზით მიდიხარ. შენ ქართველი ხარ და მეც ქართველი, თვის შობელია ჩვენი ფარველი. ხალხმა ჩაურიცხა ფული და ეს საწოდავი ადამიანი გამოვიდა ტელევიზორში თქვა, რომ აი ხედავ თუ ხალხო აი აგერ საწოლი მიყიდეს, აგერ რაღაცა შემიძინესო. აი ხალხო დავასრულეთ. ეს გემრიელი ოთახი ჩავანაცვლეთ, აქ იყო საშინელება, კატასტროფულმა, ეს ოთახი იყო გაუქმებული, ეს ოთახი, იქითა ოთახი, დაბლა ოთახები ყველა გაუქმებულია, არ არის საცხოვრებელი პირობები და ეს ორი ოთახი გაუქმებული იყო. ხმალობდის ჩვენ შუშაბანს და ახლა სადაც ვართ ლაივში პირდაპირ ეთერში. ორ ოთახს მოვშოვეთ ფაქტურად ხმალობთ. დააჭენი იყო განადგურებული, გაპალაჩებული და მიდის თქვენი გვერდში დგომით აი ასე გალამაზება და უკეთესად გაკეთდება ეს სახლი და ოთახები და ეს აი დავამთვალიეროთ ყველაფერი, დავაგემოვნოთ. ბავშვებო, მადლობა გადაიხადეთ. კი ბატონო, აი დავამთვალიეროთ ლამაზად, კარგად, აი თქვენი ნაყიდი შკაფი აგერ არის, თქვენი ნაყიდი კამოდი აგერ არის. უღმესი მადლობა და ღმერთმა სიგეთეში და სიხარულში ყველაფერი
ღმერთმა დამლოცოს და ამაზე გაგულისებული ადამიანებმა დაიწყეს ამათი ბულინგი, ლანძღვა, თათხვა, ესე იგი დავინტერესდით ერთი რა ადამიანები ლანძღავენ ამ ხალხს მე. ისე კითხვა მაქვს ერთი ყველასთან რა, ვისაც საპატრიარქოსთან შეხება გაქვთ, თან ისა რა ქვია ასაახლობლოში ისინი ყავთ მღვდლები რა, შეეკითხეთ ერთი ძილისპირული საპატრიარქოში რომელ საათზე იწყება, რომელ საათზე იძინებენ. როგორც კი მზე ჩადის ქათმებივით, ალბათ თვალები ეხუჭება და ძეისას ძინავთ. მასე მიტინგზე რო გამოდიან სხვა ეკლესიის წარმომადგენლები და მშვიდობისკენ მოუწოდებენ ამ ტიტუშკებსა და ჩვენ ყაჩაღ და იმას რა ქვია პოლიციას. ჩვენი ეკლესია სად არის? საინტერესოა რატომ დუმს? რატომ ახართ გაჩუმებული? ხმა არა მოგეღებათ? ფული გაქვთ ბევრი აღებული, ხო? გთამი ჯოჯოხეთს ანათებს და ეტყობა თქვენთანაც მოვიდა ის ჯოჯოხეთი და გაგინათათ, ხო? იმიტომ ვერ გადიხართ და ხმას ვერ იღებთ, რომ უკან არ წაგართვას, ხო? იმან რა ქვია, ბიძინან ფულები. აი, თქვენ გინდათ დავით აღმაშენებელი, რომ წვერებით გათრიონ და აი განაფორები რომ გაცვიათ ტყუილა და ამოფარებულები ხართ თქვენ ფარისევლებო და გახიოთ ყველას ზედ. აღმოვაჩინე ესეთი ტიპის ადამიანი. ეხლა მინდა გესაუბროთ აი ამ მათხოვარ წყვილზე, რომელსაც მთელი TikTok-ი იცნობს და მინდა ერთი რამ გითხრათ ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ამ მათხოვარ წყვილს ურიცხავთ ფულებს და აი ასე დათურ სამსახურს უწევთ. ადამიანს 5 შვილი ყავს და ამ 5 შვილს თქვენ ცოტათი აზროვნებთ რა მაგალითს აძლევს და რას ასწავლის? ასწავლის რომ იოლიმ ფული მოიპოვება ასე დაჯექი TikTok-ს და 1-2 ხელი გაიქნიე, პირი გააღე, ტაკი მასხარა გამოდი და შვილო ფული გექნება და სინამდვილეში ცხოვრება ასე არ არის. 5 შვილს რო აკეთებდი, არ ფიქრობდი რომ უნდა გემუშავა მაგათთვის? მაგას არ ფიქრობდი, მარტო საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდი ალბათ იმ მომენტში, ხო? ფუი თქვენ ყველა იმ ქართველს, ვინც აი ამ მათხოვარს ფულს ურიცხავთ, რომელსაც 2 ხელი აქვს, 2 ფეხი. ხალხო, ცოტა გონსმოდით, ვის ურიცხავთ ფულს? თქვენ გონიათ, რომ კარგს უყედებთ, გინდათ 50,000-ს რო ურიცხავთ და უყურებთ აი ამის ციგნობას, ამის არ ვიცი რა დავარქვა რა, ამის ტაკი მასხარაობას. თქვენ გონიათ რომ კარგს აკეთებთ, ხელს უწყობთ კიდე უფრო მეტად გამათხოვდეს და ცოტა ხანში ეს დაინახავთ რომ 5-ვე შვილს თქვენი ფულებით უყიდის სახლს, გაურემონტებს, ავეჯით გაუწყობს და თქვენ დადექით და შორიდან აი ასე მერე ყლაპეთ ნერწყვები და ის თქვით რომ ვა, შეხედე ამას, თქვენ ნაწვალებს და თქვენი ოფლით მოპოვებულ ფულს ასეთ ღორებს რატო უყრით, რატო ურიცხავთ ხალხს? იცით რა არის? ხვის ომში ყველა ბძენი არის. ვისაც ქართველების გამრავლება არ უხარია, არ ვიცი, ის ქართველების ტერია. თუ არ გინდათ ამის ყურება, ნუ უყურებთ. გასაგებია ჩემთვისაც ეხლა რომ ვიღაცებისთვისაც და ჩემთვისაც შეიძლება სანახავი დიდად არ იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ კაცმა თუ კი ოჯახის გადარჩენისათვის მონახა საშუალება რომ ოჯახი გადაარჩინოს და პირობები შეუქმნას თავის შვილებს, რა გინდათ, რას ერჩით, ვერ ხვდები. რა გააკეთოს აბა, ვერ გავიგე, აი ზოგიერთებით გაიხადოს, ჩაიხადოს და რაღაცა საში უკეთურ გზას დაადგეს. ცდილობს რომ რაღაცა გასართობი კონტენტი შექმნას და ამითი რაღაცნაირად მიიღოს შემოსავალი. ეხლა რო უყურებთ ამ ბავშვებს, 5-ვე ბავშვი როგორ კარგად გამოიყურება, ჩაცმულია, დახურულია, ნაჭარ, ამას ენერგია არ ჭირდება. ზოგს გონია რომ აი იგივე 5 შვილის მოვლა ეს არაფერია, უწერენ, იქ რას აკეთებ, არაფრის გამკეთებლები არ ახართ, მარტო მოწყალე. მაინტერესებს ეს 5 შვილი თქვენ გაუზარდეთ ამ საქართველოს. და თქვენ აჭმევთ, თქვენ ასმევთ, თქვენ ული, თქვენ ბან, თქვენ ახურავთ. ერთი მაინტერესებს ზაღლების და კატების მოვლის მეტი რო არაფერი არ იცის ზოგიერთმა და ვიღაცებს ჭკუას არიგებთ რომ თურმე შვილი რამდენი თუ არ შეგეძლო რომ ატო აჩენი მაშინ საქართველოში არავინ ოჯახი არ უნდა შექმნას და შვილი არ უნდა გააჩინოს იმიტომ რომ არავის არ აქვს დღეს იმის ნამდვილად საშუალება 5 შვილი იყოლიოს გმირობა დღეს 5 შვილის ყოლა 4-ის და 3-ისაც
იმიტომ რომ არ არის საშუალება დღეს ეკონომიკური რომ არჩინოს ოჯახმა შვილები და მაშინ აღარ გავაჩინოთ შვილები თქვენ აძირლებო თქვენა ვინ ახართ მაინტერესებს 5 ძაღლის ყოლას 5 შვილი მაინც იყოლიე რაც 5 ძაღლის ყოლას ჭირდება იმდენი 5 შვილს კი არჩენს ადამიანი გოგო აქ რატო ამოხვედი რომი რას გავს გოგო აქაურობა ეს რა არის მიპასუხე რა არის ესე უნდა გააბეწვიანო გოგო წეღან დავასუფთავე აქაურობა ტასაცმელი უნდა დამეკეცა სიცხვილი არა გაგსაერთოთ ამ ხელა ქალს შენი ბუდე ხო გაკ წადი ახლა ჩქარა შებუდეში წადი შეხედი აქაურობა შეხედე აი შენი ბეწვები ამოხვედი უკვე ვაიმე მეც მიყვარს გენაცვალე ეს აწონი მაგრამ შედ არა მგორაო წადი ალე წადი ახლა წადი გო გამაგიჟა უკვე ნუ გამაგიჟა შენ რა არის დღით გახარ ბიჭო და მიღებ ნუ პარდონ გამოდიან ესე იგი ბოზების იმათ არის რა ქვია წეული მთელი ეს სოციალური ქსელი რო შეხედავ ამ სოციალურ ქსელს ქართველი ქალს აღარ აგავს ქართველი ქალი გამოირჩეოდა კრევამოსილები და შედით აგერ ეხა TikTok-ზე და ჩახტილი გახტილი ქართველი ქალების მთელი კოხორტა არის არ ვიცი დღეიდან ვინ უნდა მიყვარდეს აზე მაგარი ტრაკი გაქვს შენ ბრაუ მოდი ჩემთან უნდა გეცეკვაო ესე იგი ბიჭების საყურადღებოდ მინდა ვთქვა თუ ხარ მეტრა 90 ან ცოტა უფრო მეტი და გინდა ევროპაში ცხოვრება ჩემთან ერთად გახდები ევროპის მოქალაქე და გამოაგრძელ მაყანას არა მოგძრება მაყანაში სრული მომწერე პირადში ვინც მომეწონება წამოგიყვანს ის ხურგანი მემოშა ის ხუნდა ხანგურო Avarides poema, kvegen das borulo Arches korek mushin monen, kis koriko chulo Avarides koreka, kvegen das borulo Ganzre helek nitin she Wagashe mutrunyagashe Wagekete bukteshe Skavu ado birashe Mana ishe umbarko Chkim margallur birası Brasu vau ballato Chkim margallur ninası Chkim margallur ninası აბა ვინ მეტყვის ერთ სიტყვას ერთ ფრაზას რომელსაც საერთო აქვს სექსთან და ჭამასთან. ვინაც მე დავიწყებ. ახლა გადამწდა ხელში დავიხრჩვე. ეხლა თქვენი ჯერია. უბნიდან უბნებში გადავდივარ, ნაკაიფარი და ნასვამი ვარ, სალამი ბიჭებს სადაც ავდივარ. სად თვალები დაგეცებ ღმერთმეჯერ ჩემი და შექმნა და მე იმიტომ რომ ჯერ ნახაზი იქმნება და მე შედევრი ტაძარში შევალა და იქ სანთელს ავანათე შენზე და ვილოცება ჭუმა სექსამდე უნდა უთხრა შენს ქმარს ვინც პირველი გაათავებს ის რეცხავს ჭურჭელს აი მესმის мотивация ახლა ერთი ისტორია გამოგიყვეთ რა აღარ თავიდანვე დავაზუსტებ რომ სიცხე მაქვს რა აი მე არ იყოს კითხები რომ შენ სიცხე ხო არ გაქვს და რაღაცები რა მოკლედ არაგვის პირას დგას ქურთი მეზოე და გვის რა ხო და კაროჩე გვის და იგინება რა გვის და იგინება და ანუ შეწუხდა უკვე ეს გამლელი ხალხი რა და მივა ერთი რა და რა იყო შენ რას იგინებიო რა გახარ გვიო და იგინებიო რა და ეს ქურთი მეზოეც ეუბნება რა ეხა ამ ტიპს რომ მე გვი აქ წერია არა გვი ქმარმა მითხრა ძალიან საყვარელი ხარო ხო მის ქმარმა არ გეტყვით იცმია მოკლე კავა დადიხარი ბუტკები კაიბიჩის დანახვაზე ცებ ეი ბურხლები ქალებს რომლებსაც 24 საათი ბრინჯის ლობიოს და ოსტროს სუნი აგდით პრეტენზიები მოგიჩნდებათ იმ ქალების მიმართ, რომლებსაც
სასიამოვნო სულამოსული ასდით. დუდუები გიფახფახებს მინდაო დაგინახე გული შამიჩინდაო განაც მე ვარ ერთადერთი ღმერთის რჩეული მეფია და დედოფალი სრულად მსოფლიოს იმბრძანებელი ღმრთით ჩარეში დამეკარგა გასაღები წამოიღე თუ რამე გაქვს ასაღები იცოდით რომ თუ ქალის თმა მოკლეა მისი უნდა გეშინოდეთ მაგრამ თუ გრძელია მაშინ გაიგეცით ხოცებო თქვი არა ადამიანებო ჩვენ სვავთ ლუც პარიზში და არა ვოდკას ჩელიაბინსკში რუსთავის სპორტის სასახლეში თანამედროვე ქართული კრივის სახე ლაშა გურულის სადებიუტო ბრძოლა პროფესიონალურ რინგზე და მსოფლიოსარეიტინგო ბრძოლებში მსოფლიო ქამრის მომავალი პრეტენდენტი ირაკლი მელიქიშვილი გიორგი ჭიღლაძე და ლაშა კერესელიძე უცხოელ მეტოქეთა პირისპირ თქვენთვის დაუვიწყარ ბრძოლებს გამართავენ ქართული კრივის საუკეთესო მებრძოლების დაუნდობელი ჯახი ნინა რევია, ნინო ჯანელიძე, ედგარ სარქისიანი, ბაჩო ჯინჯარაძე, ირაკლი ალანიძე, მიხეილ ხუციშვილი, ბუხუტი დატიშვილი, დავით შერვაშიძე, გივი თოდუა, ხვიჩა ფუტკარაძე, გიორგი კაპანაძე, ლუკა აკოფიანი, ვალერი გოჯიაშვილი, მაცი ფარჯოლიანი, ზურაბ ნიგურიანი, ჯონი ნემსაძე, ოთარ გოგობერიშვილი, იაგო კიზირია, გიორგი მჭედლიშვილი, თორნიკე ციკლაური ჯანო ფარცვანია, გიორგი ხოჯელანი, ავთანდილ მდინარიძე, დამაზ იზორია. არ გამოტოვო, დაუნდობელი ორთაბრძოლების ისტორიული შოუ, უკომაგე ქართულ კრივს. მე ესეთი საქართველო ნამდვილად არ მინდა. სადაც არ უხარიათ ადამიანს ხუთი შვილი რო ყავს. სადაც პირიქით მიესალმებიან, მაგალითად ვიღაცა, ესე იგი თუ კი რაღაცა უკეთურობა ჩაიდე. არ შეიძლება ეს ბოღმა და ღვარძლი იყოს საზოგადოება. ეს ხუთი შვილი მარტო მისი კი არა, ჩვენიც არის. საქართველოსია. კი, გასაგებია, მეც არ შეამოვნებს, რომ ეხა ზის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და ლაპარაკობს, რომ აი რამდენი ჩაგვერიცხა. ეხა არ არის კარგი მოსასმენი, მაგრამ რა ქნას? აი რა გააკეთოს მითხარი? ელემენტარული კამფეტი და ტკბილეული რო უყიდოს აი ამ ადამიანმა თავის ესე იგი ოჯახს ერთი 300-400 ლარი დაეხარჯება ერთხელ რო შევიდეს მაღაზიაში 400 ლარი დაეხარჯება კამფეტები რო უყიდოს და მაინტერესებს აი 1500 ლარი არის ეს არის ყველაზე აი უმაღლესი სამსახური იპოვო თუ იპოვე ჯერ ეგერთით 1500 ლარად არ ჩენ ხუთსულიან ოჯახს ვიღაცები რო ლაპარაკობთ კიდე რო აი თუ ისა ხელი გაანძრი ხელიც გაანძრებ და ყველაფერსაც იზა მაგრამ ვერ არჩენ დღეს ისეთი სისტემაა შექმნილი რომ ვერ არჩენ ვერ არც იცით სოფელი რა არის არც გიცხოვრიათ მე სოფელში ყანაშიც მიმუშავია ფიზიკურად ჩაიც მომიკრეფია ყანაც გამითოხნია ციტრუსიც მომიკრეფია ვიცი ეს რა არის შრომა და ვიცი როგორ უჭირს გლებს დღეს ისეთი სისტემა არ არის სოფელში შექმნილი რომ აი მარტო აი ადამიანმა მიწაზე მუშაობით არჩინოს ოჯახი არ არის ესე
დაუცველია გლეხი. და სვისოფში ყველა ბძენი როგორ ახართ, კაცო, ვერ გავიგე რა. თქვენ შვილების გაჩენა არ გიდათ, თქვენ დაკავებული ხართ სექსით, გარყვნილებით, უბედურობით და ვიღაცა თუ რაღაცას აკეთებს, ვიღაცა თუ საქართველოს მომავალთაობას უზით, იმას აგინებ და ლანძღავ. შეუქმნით ამ ადამიანებს პირობები, წაიყვანეთ, ამუშავეთ ღირსეული სამსახური, მიეცით და არავის არ სიამოვნებს მოწყალება და თქვას, რომ იცი რა დამეხმარეთ ამდენი და ამდენი. გამიგია და მსმენია, რომ აი წასულან დედები რაღაცა რომ შვილები გადაარჩინონ, მერე ოჯახები დანგრეულა. ეხა ვიღაცას რომ ლაპარაკობთ, აი ხელფეხი გახსენო. ეხა ცოლი რო წავა 3-4 წელი და ქმარი ოქრა დარჩება, 80% ოჯახები ინგრევა. და ეს უნდა სწორედ აი ამ დასავლეთს, რომ ამ საქართველოში ქართველები აღარ დარჩეს. აღარ არის მყარი, როგორ შეიძლება მეუღლე წავიდეს იქ იმუშაოს, აქ დარჩეს და ინგრევა ოჯახები. და ამიტომაც უნდა შეიქმნას ღირსეული პირობები და თქვენივე ლოგიკით ეხლა რომ მიუყვება რომ ლაპარაკობთ რომ თუ იმის საშუალება მაშინ არავინ არ უნდა გააჩინოს შვილები მე პირადად კიდევ ერთხელ მეგობრებო აი მესამე შვილი რო გამიჩნდა რო ვიყავი აი პატრიარქი მაშინ ჯანზე იყო სვეტიცხოველში როდესაც იყო ეს ნათლობა გაოგნებული ვიყავი სულ 90% აი გაჭირვებული ოჯახები იყო არც მე ვარ ეხლა დიდად დალხენილი მაგრამ ნუ ჩემთან ნუ დავინახე რომ გაჭირვებული ოჯახები იყო 95% და ყოველთვის ასე იყო საშუალო ფენა იყო საქართველოს გადამრჩენელი და ვისაც ფული აქვს და თავზე გადადის გააჩენენ და იპოტენტებად ძდიან თავიანთ შვილებს მე პატივს არ ავცემ მაგალითად იმ ადამიანს რომელსაც საშუალება აქვს და ერთ შვილს მეც არ გააჩენს ან საერთოდ შვილს არ გააჩენს და ამ ბევრი ვიცი დღეს რომ თავზე გადადით ყველაფერი ოჯახის შექმნა არ უნდა შენ ვერ გავიგე ბიომასა ხარ ღმერთმა რო გაგაჩინა რაღაცა ხო უნდა დატოვო ამ ქვეყანაზე რაღაცა ხო უნდა დატოვოთ ამ ქვეყანაზეა რა მარტო კეიფისთვის და დროსტარებისთვის მოყვედი ამ ქვეყანაზე კაცო გასაგებია ზოგს უჭირს არ აქვს რომ მაგალითად იგივე ბინა იყიდოს და ამიტომ მე მესმის ასეთები მაგრამ ზოგს აქვს თავზე გადადის ყველაფერი და ესეთი აი ქალბატონებისგან გამიგია ხშირად მე რატო უნდა გავყვეო ისეთ ადამიანს ვინც ჩემზე სოციალურად იქნება დაბალი და არ თხოვდება მაინტერესებს ერთი მთელი ცხოვრება ბოზობით ხო არ უნდა იყოს დაკავებულებია რა ეკლესია აი ამაზე უნდა ელაპარაკებოდეს ახალგაზრდობა რომ ოჯახები უნდა შექმნან რომ გაჭირვებას უნდა გაუძლონ რომ უნდა აუცილებლად თითოეულ ტაძარში უნდა იყოს საუბარი რომ ოჯახის შექმნაზე ოჯახის შენარჩუნებაზე რომ რაღაცა პრობლემა რო იქნება არ უნდა იყოს რომ დაკრა ფეხი და ოჯახი დაანგრიო არავის ხმა არ ამოუღია იმ აი დღეს ეხა აი ანტინარკოტიკული რაღაცა უკვე დაიწყო პროპაგანდა საქართველოში მაგრამ ვინმე როდესმე გამოვალ იმ სტამბულის კონვენციიდან დღეს რო კაცებს იჭერენ იმიტომ რომ რაღაცა ოჯახური ძალადობით გამოგონილი და რაღაცა ქალთა მიმართ გამოგონილი ბრალდებებით მე არ ვიცახი რომ ყველა ანგელოზია მაგრამ 80% დღეს ზის ქალთა მიმართ ძალადობაზე და ეს არის გამოგონილი ბრალდებები რაღაცა პატარა გაუგებრობა და ეგრევე ციხეში უშვებენ კაცს სააკაშვილი ნარკოტიკების უდებდა და დღეს ქალების ჩადება ხდება და ეს არის რეალობა და ვიღაცა სადღაც მიყრუებულ სოფელში შვილ ხუთ გაჭირვებული ოჯახი 5 შვილს გააჩა მთელი საქართველოს სოციალურ ქსელით აგინებს ამ ადამიანს რატო იღებს მოწყალებასო და მე არ ვიცი ჯერ ამას ნიჭი ქონია რომ ამას აკეთებ რა გიდათ ვერ გავიგებ თქვენ ყარავს თქვენ ქურდა თუ გინდა მიეცი თუ გინდა ნუმიცებ რატო აგინებ რატო ლანძღავ ნეტა მქონდეს საშუალება და ეხლა დღესვე გადაურიცხავდი $10,000 და ამაზე არის სალაპარაკო პროპაგანდა უნდა იყოს ადრე მე მახსოვს რომ მრავალშვილიანი ოჯახი თუ იყო იმას სახელმწიფო დაუწერელი კანონი იყო რომ ყველანაირად ხელს უწყობდა თანამდებობაზეც და ყველა მხრივ და ვიღაცას თუ გაცილდებოდა ცოლს იმას უკვე სამსახურიდან და პარტიიდანაც შეიძლება გაეგდოთ დღეს საქართველოში პირიქით მრავალშვილიანი ოჯახები და ესეთი მყარი ოჯახების პროპაგანდა კი არ მიდის პირიქით, აგერ ბულინგი მიდის და ლანძღვა და გინება. დღეს საქართველოში თუ გინდა ჩვენ გადარჩენა, მისაბაძი უნდა იყოს მრავალშვილიანი ოჯახები. დღეს თუ გინდა ჩვენ გადარჩენა, ოჯახების შექმნაზე უნდა იყოს პროპაგანდა. აი ხა რო გამოხვიდა ხელისუფლების წარმომადგენელი თქვა რომ აი უნდა ეს ნარკოტიკების საწინააღმდეგო პროპაგანდა უნდა იყოსო. ნარკოტიკი გეთანხმები და უნდა იყოს ასევე ოჯახების შექმნის პროპაგანდა, ოჯახების დაცვის პროპაგანდა, რომ მრავალშვილიანი ოჯახებს შეუქმნათ პირობები. აი ამაზე უნდა იყოს და აქ უნდა იყოს ეკლესიაც და ერით და ბერით ჩართული. ერთად უნდა ვიყო დავით აღმაშენებელმა, იმიტომ მოიგო დიდგორი და დავით იმ იყო დიდი, რომ ის ეკლესიაც და სახელმწიფო ერთად იყო.
ანაერად ჩვენ ვერ გადავრჩებით მეგობრებო. 9 წლიანმა სააკაშვილის რეჟიმმა შუა ის თაობა, რომელსაც არც ოჯახი უნდა, არც სამშობლო უნდა, არც არაფერი არ უნდა. ჩვენ ვხედავთ ქუჩებში როგორ იქცევიან ეს ახალგაზრდები. ეს არის ტრაგედია. ზოგი ამაზე ხალისობს. კი არ მეცინება, მეტირება ამას რო უყურებ, რომ ახალგაზრდა გოგოები გამოდიან და აი გამოდის ვიღაცა რუსთაველს და შუა რუსთაველზე შარდავს. Ole, ole, kocebis dedisma, doveleba, veni dedis mistroa. Ole, ole, kocebis dedisma, doveleba, trevelebo, veni dedis mistroa. შუა რუსთაველზე გამოდის და ჩახტილი არის. ეხლა ამა რა შვილი უნდა გააჩინოს? ეს შვილებს იყოლიებს და მე იმ შვილსაც თავისი დრო აქვს, როდის გააჩენ, კაცო. 40 წლის რო გახდები, მე რა შვილი უნდა გააჩინო? ყველაფერს ხო თავის დრო აქვს რა. დღეს რა იდეოლოგია მიდის, იცით? ჯერ იყავი, კარიერა გაიკეთე, ჯერ წარმატებებს მიაღწიე და მე მოიყვანე, მე გათხოვდი. კი, მაგრამ მე 40 წლის 35-ის რო გახდები, კაცო, მე როგორ გააჩე? თავისი დრო აქვს. უნდა გამოდიოდეს ამის შესახებ, ასევე ექიმები, ამაზე უნდა გამოდიოდეს იმ შესაბამისი დარგის სპეციალისტები, და თქვა, რომ ყველაზე სასურველი დრო ქალისთვის გათხოვების არის 25-26 წელი. და არ შეიძლება ესეთი იდეოლოგია, რომ მოდი იცით რა კარიერა აიწყე და მე გათხოვდი და მე შექმნით ოჯახი. მე გვიან იქნება ყველაფერი. მე ბავშვებსაც მეც ვერ გააჩენ. ჩვენს გარშემო გაიხედეთ, გამოიხედეთ, როგორ მრავლდებიან ერები და ჩვენ პატარავდებით. ჩვენთან ნარკოტიკი, ლუდომანია, გარყილება, ბოზობა, ჩათლახობა ყველაფერი იქცა ჩვეულებრივად. ქარი ხებს ანგრევს, ქარი დედას იტყნავს. ბუჩქი ხმას არ იღებს, ანდა ბუჩქებს ვინ ტყნავს. ეხეთქება ბოძებს წვიმა, მოთქრიალებს ნიაღვარი. საშეიკრა შავი ფერით, ისევ დედას იტყნავს ქარი. ბას უყოლებს ქუხილს ელოა, მოიღუშა მხეცი მთვარე შეანელა წვიმა მდენა, წვიმა ხომ არ ჩაისვარე? ქარმა წვიმას პირში მისცა, ხეზი შვირებს ქარი შხალი, ეხეთქება ბოძებს წვიმა, არსად არ ჩანს სითბოს კვალი. ქარი ისევ ხეებს ანგრევს, ქარი ისევ დედას იტყნავს, ბუჩქი ისევ ხმას არ იღებს, ანდა ბუჩქებს ისევ ვინ ტყნავს. ჩვეულებად იქცა ეს ყველაფერი.